მოგესალმებით. მე ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე და კახეთის რეგიონული ინტერნეტ ტელევიზია ლაგო TV წარმოგიდგენთ გადაცემას სოციუმი. დღეს ერთი ადამიანის შესახებ მინდა გიამბოთ. ზამთრის ერთ უსხიან დღეს, ნახევრად ჩამონგრეულ ქოხში, სიცივისაგან და შიმშილისგან დაუძლურებული, სრულიად უპატრონოდ მიტოვებული ქალბატონი, რომელსაც უკვე მეტყველება აღარ შეეძლო, შემთხვევით ერთმა ბიჭმა აღმოაჩინა. მან დახმარებისთვის საზოგადოებას მოუწოდა და ქალბატონი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით თითქოს ზღაპარს გავს, მაგრამ ზღაპარი ნამდვილად არ არის. ეს რეალობაა 67 წლის ქალბატონმა გალია კარბანოვამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში 6 თვის განმავლობაში იმკურნალა. დღეს ქალბატონი თავს ჯანმრთელად გრძნობს და ასევე საზოგადოების დახმარებით უკვე საკუთარი სახლიც გააჩნია. მოდით ახლა ერთად ვესტუმროთ ქალბატონ გალიას და უფრო ახლოს გაგაცნოთ მისი ცხოვრება და თავად ქალბატონი გალია. ვიდრე ქალბატონ გალიასთან მივალთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სპონსორია ლუცახარში აფენი და ბატონი მალხაზ ნადირაძე, რისთვისაც ლაგო TV-ს სახელით მადლობას ვუხდით მას. სიურპრიზი ქალბატონ გალიას. გამარჯობა, მომბრძანდით. როგორ ბრძანდებით? გამობრძანდით? ბატონო, როგორ ბრძანდებით? მადლობთ, არა უშო. ლამაზად გამოიყურებით. დიდი მადლობა. თავს როგორ გრძნობთ? კარგად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენი თავი უფრო ახლოს გავაცნოთ საზოგადოებას. და ბევრი სიურპრიზი მოგიმზადეთ. წამოგყევით ახლა. წინასწარ არ გეტყვით, წამობრძანდით ჩვენთან ერთად. გახსოვთ ალბათ ხო სავანტყოფოს პერიოდი და ახლა? ვაიმე, მეშინე ახლა და სავანტყოფო როცა გახსენების ხო? კი, ვაიმე ძალიან მეშინე. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. წინააღმდეგი ხო არ იქნებით? ახალ სახლს გილოცავთ პირველ რიგში, ახალ მოსახლეობას. მადლობა, ძალიან კარგი ადგილი. ძალიან კარგი, ლამაზი. თავს ახლა მშვიდად და დაცულად იგრძნობთ უკვე. კი. კარგით, წავედით. პირველი სიურპრიზი, სალონი მარლი, სადაც დაგვხდება ძალიან ყოჩაღი, ძალიან პოზიტიური გოგონა, სტილისტი და სადაც გავალამაზებთ ქალბატონ გალიას. უფრო მეტად უნდა გაგალამაზოთ. წამობრძანდით. მადლობა. გამარჯობა. როგორ ხარ მარი? კარგად. გამარჯობა ქალბატონო გალინა, მოგბრძანდით. როგორ ბრძანდებით? კეთილი იყოს თქვენი მოგბრძანება ჩვენთან. მარი, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში იღებს თქვენი სალონი მონაწილეობას. დავსვათ ქალბატონი. ბატონო. დაბრძანდით ქალბატონო გალინა. აკი დაბრძანდით. და თან ჩვენ რო ვისაუბროთ, ანუ როდის გაიხსნა ეს სალონი? ეს სალონი გაიხსნა 1 წლის წინ, 3 ივნის დავიწყეთ მე და ნონიკო, ესე ვთქვათ, ნელა გავიზარდეთ გუნდი და ასე მემსახურებით ლაგოდეხილებს. აი ნახეთ ეს ფერი ავარჩიე, მე ძალიან მოგიხდებათ კანის ფერზე.
ჯანმრთელობას გისურვებ და დიდხანს სიცოცხლეს. დიდი მადლობა მარი. მოგწონთ თქვენი შეცვლილისა. ძალიან რას ეტყოთ ჩვენს გოგოებს? ძალიან ламазеби, ძალიან уважительный, хороший, красивый. Очень не могу ничего сказать. Спасибо. Всё хорошее. Удачи вам. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა მარი. ასეთი მასპინძლობისთვის მოგბრძანდით ჩვენთან. და იმისთვის რომ სიამოვნებით დავგზავნით ამ გადაცემაში მონაწილეობაზე. სიკეთე უნდა თესოს ადამიანმა, რომ რა ვიცი, უფალთანაც ყველა მივალთ. ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენ სალონს და ბერ მომხმარებელს. ახლა კი შემდეგი სიურპრიზი. ქალბატონო გალია, წავიდეთ, ახლა შემდეგი სიურპრიზი გელოდებათ წინ. დიდი მადლობა. დროებით ქალბატონო გალია. შემდეგი სიურპრიზი მაღაზია ნატასთორი. სადაც შევალთ და გოგონები შეგირჩევენ საუკეთესო ტანსაცმელს. რა კარგია. ძალიან კარგია მარინა. შევიდეთ ახლა. შევიდეთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი სახელი? ნინა. ნინა. რამდენი ხანია რაც ეს მაღაზია? 3 წელიწადი. 3 წელი. აი ეს ლამაზი ქალბატონი მოვიყვანეთ და გადავწყვიტეთ რომ თქვენი საშუალებით გავალამაზოთ კიდევ უფრო და რაიმე სასურველი სამოსი შეურჩიოთ. ვენდობით? ვენდოთ ხო ამ ლამაზი გოგონას გემოვნებას? აუცილებლად. კარგით, მოდი რა ფერის ტანის სამოსი უფრო გიზიდავთ? და უფრო თეთრი, ძალიან თეთრია. ანუ უფრო ღია ფერის, ხო? კი. ღია ფერის კარგია. ხო, ეს შავი ფერი აღარ გვინა. არა. იმიტომ რომ ცხოვრება უნდა შევცვალოთ. წელში ერთხელ შეიძლება. ხანდახან, კი ბატონო. კარგით, მოდით ახლა შევარჩიოთ. ეს კარგი. შენ ეს ხა შევუყავთ რომ მაიკა, ხო? ძალიან ლამაზია. გრას ხო, იფრთხილებიც უხდება, ხო? აღონთ ერთი პირობით, ეს შავი ტანსაცმელი ახლა უნდა გავიხადოთ და ესენი უნდა ჩაიცვათ. კი ბატონო. თანახმა ხართ? კი ბატონო. არის გასახდელი. კარგით, აქეთ წამოგწანდით. ვეღარიცავით ხო თქვენი თავი? ვაიმე. როგორი კარგად მაგთნები. ტანსაცმელი? ძალიან. მოგეწონა ხო? გაზაფხულის თათსაც. აი ასე არ ჯობია. ჯობია. შვიდობაში და ბედნიერებაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა მოუხადოთ მაღაზიას ნათასტოს. და ახლა წავიდეთ უკვე შემდეგი სიურპრიზი. დღევანდელი დღის ფინალი. დამთავრება რუდეს. ჯერ არა, ჯერ სიურპრიზი. წავედით. უი, კმაყოფილი ხართ? ძალიან. ძალიან. ახლა უფრო საინტერესო ამბები გველის წინ. შემდეგი სიურპრიზი. შემდეგი. წავედით. წავედით.
შეპირებული სიურპრიზი ქალბატონო გალია. რა ამბავი? ეს არის რესტორანი ედენი. ყველაზე ლამაზი რესტორანი, ყველაზე გემრიელი მადლობა. და ნახოთ ახლა ედემის მესვეურები რა სიურპრიზს მოგვიწყობენ. ვაიმე, მაინტერესებს ძალიან. შევიდეთ. გამარჯობა ნიკა, როგორ ხარ? კარგად, როგორ გძანდით? კარგად. აი სტუმარი მოგიყვანეთ. სიამოვნოა მოგძანდით. დიდი მადლობა, რომ ყოველთვის ლაგო ტივის გვერდით ხართ და ყოველთვის იღებთ მონაწილეობას სოციალურ პროექტებში, არა მარტო ჩვენთან, არამედ, რა ვიცი, თუ კი სადმე რაიმე სოციალური პროექტი და პროგრამა არსებობს, ყველგან იღებთ მონაწილეობას. ყოველთვის ხართ იმ ადამიანების გვერდით, ვისაც თქვენი დახმარება ესაჭიროება. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. მადლობა თქვენს, მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით. Სამოგძანდით, შეგიძლიათ. მოგძანდი? გვერდით, ნიკა, გვერდით. ყველგან ნიკა. ეს პოპულარული სახე. რაღაც სიახლეები გაქვთ, ხო? ხან სიახლეები გვაქვს. დავიწყეთ დიდი დარბაზის მშენებლობა. და მე მგონი უკვე ასრულებთ კიდეც. სრულისკენ მიდის მალე გახსნა გვექნება. ახლა ვნახოთ რა სიურპრიზი მოუწყო ედემმა ქალბატონ გალიას. რა სილამაზეა. აჰა. ეს შემდეგი სიურპრიზი მოვბრძანდით. და ნიკა, გამარჯობა ნიკა, როგორ ხარ? როგორ ხართ? კარგად, მადლობა. მოგალით რა ლამაზი ხარ, მადლობა ამ სილამაზის შექმნისთვის ყველას. გავალამაზეთ, შევეცადეთ, თვითონ შეარჩია სამოსი. ყველას სალონმა გაალამაზა. ვინც მიიღო მონაწილეობა და შეიტანა ყველი ეს ბედნიერებისთვის, ყველას ძალიან დიდი მადლობას გიხდით დაწყებული სილამაზის სალონით, დამთავრებული ედემს, რომელიც ყოველთვის ზათ არის ხოლმე ესეთი საქველმოქმედო აქტივობები განახორციელოთ. მადლობა თქვენ მთელი გულით ამ ყველაფრის და ქალბატონო მარინა თქვენ გადამღებს აუცილებლად დიდი მადლობა. განვაგრძოთ გადაცემა. დაბრძანდით. მადლობა. შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ეთერშია გადაცემა სოციუმი მარინა გოგოლაძესთან და გიორგი ორაგველიძესთან ერთად. გადაცემის მთავარი გმირია ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი გალია კარბანოვა, 67 წლის ქალბატონი, რომელმაც საკმაოდ რთული გზა გამოიარა. ჩვენი მასპინძელი არის რესტორანი ედემი, მისი მენეჯერი ნიკა ლომიძე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნიკას ამისთვის და რესტორან ედემს, რომ ყოველთვის დგას იმ ადამიანების გვერდით, ვისაც მართლა ჭირდება მათი თანადგომა, ყოველთვის მზად არიან, რომ მიიღონ სოციალურ პროექტებში მონაწილეობა და თავარი გმირი კიდევ ერთხელ წარმოადგენს ნიკა გოგოლაძე, რომელმაც აღმოაჩინა ქალბატონი გალია მიტოვებული ზამთრის ცივ-ღამეში ნახევრად ჩამონგრეულ ქოხში, მშიერი, გაყინული, დაუძლურებული. ნიკა, მოგესალმები კიდევ ერთხელ, თუ შეიძლება ამის მიკროფონი. მადლობა იმისთვის, რომ ასეთი ადამიანების გვერდით ხარ და მოდი მოგვიყევი ძირითადი მომენტები გავიხსენოთ ქალბატონი გალიას შესახებ. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენ, რომ ჩვენი გალია კიდევ ერთხელ გააცანით საზოგადოებას ისეთი როგორც რეალური ცხოვრებაში არის და ის 6 თვე მას დავავიწყეთ. ვცდილობთ რომ უბრალოდ დავავიწყოთ რომელი გზა ჩვენ გამოვიარეთ. დეკემბრის 28 დეკემბერი იყო, როდესაც ყველა წინა საახალწლო ფუსფუსში ვიყავით, უცებ ჩამოვიდეს ტელეფონზე ზარი, რომ ესეთ საქონლის გომურში ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და აქვს რამდენიმე დღეს სიცოცხლის ხანგრძლივობის, იმიტომ რომ არის უმძიმეს. მაშინვე რა თქმა უნდა რეაგირება იყო ის, რომ ჩავედით და ზონა შეგომოწმებინა მისი მდგომარეობა და ყოველთვის როცა შევდივარ ხოლმე პრაქტიკა მაჩვენა ეს რომ როცა შევდივარ ესეთ დროს ტელეფონი ყოველთვის შართული მაქვს ხოლმე იმიტომ რომ არ ვიცით წინ რა დამხვდება რა დაგხვდებოდა
და ნუ არ ვიცი, საშინაო მდგომარეობაში იყო გალია, რომელიც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ესე შეიცვლებოდა და ესეთი ცხოვრება გვექნებოდა, იმიტომ რომ ეხლა სრულობით ესა ხომ ჩემი ბებო გახდა. იმიტომ რომ ძალიან შემაყვარა თავი, ჩვენ უკვე 6 ურთულეს სითვე გავიარეთ, როგორც კი ვნახეთ, მისი მდგომარეობა იყო უმძიმესი, გადარჩენის რაღაცა მინიმალური პროცენტი იყო, იმიტომ რომ ყველაფერი დაუძლოვებულები ჰქონდა ამ ქალბატონს და ჩვენმა ლაგოდეხის საოცარმა ექიმებმა, ადამიანებმა, რომლებიც ყურადღებას აქცევდნენ ჩემთან ერთად, ჩემს მეგობრები, და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი მეგობრები არიან ედემის პატრონეები, რომლებიც ჩემთან ერთად არიან ხოლმე ესეთ საქველმოქმედო აქტივობებში ყოველთვის ჩართულები და მინდა მათ ამ მადლობა გადაუხადო ამ აქტივობისთვის. ბოდიში შენი არა, ყველას მეგობრები არიან. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მათ სულში აქვთ ის, რომ აკეთონ ბევრი სიკეთე და ძალიან მიხარია ამ მომენტში და 6 ურთულესი თვე გამოვიარეთ ჩვენ. ბრძოლობდით სიცოცხლისთვის. აი, ყოველი დღე იყო იმისთვის, რომ შეგვეცვალა მისი ყოველდღიური ცხოვრება. საწოლიდან მე შემდგომ უკვე ეგრეთ წოდებულ სავარძელზე გადავედით ეტლშით. მე უკვე გადავედით იმაზე, რომ მოდი სადაც როგორ დავდგებით ფეხზე და აი ესე დღეს შეიცვალა მისი ცხოვრება სრულებით. 6 თვის შემდეგ, როდესაც კლინიკიდანაც გამოვეწერეთ ამ მკურნალობას დავასრულეთ, ჩვენ შეგვეძლო რომ დამოუკიდებლად გვეცხოვრა და ძალიან კარგი ესეთი ინიციატივა შემოთავაზა ნიკამ. ნიკა არის ბიჭი, რომელსაც სახლი აუშენეთ ჩვენ ხალხის და საზოგადოების დახმარებით, ჩართულობით, რომ მე წავიყვან ამ ქალბატონს და ვიქნებით ვიცხოვრობთ ერთად, იმიტომ რომ მეც არავინ არ მყავს და ერთი ისტორია გაქვთ ამათ რაღაცნაირად გამოვლილი და დღეს ისინი აგრძელებენ ახალ სახლში დამოუკიდებლად ცხოვრებას. ქალბატონი გალია გამოირჩევა ზრუნველობით, ყურადღებით. ჩემ ნიკას აქამდე თუ არავინ არ ყავდა, ეხლა უკვე მშვიდად ვარ, იმიტომ რომ ნიკას ცხოვრებაში გამოჩნდა გალია, რომელიც უმზადებს საკვებს, უსუფთავებს სახლს, უკეთებს საკვებს და ასე შემდეგ. საოცარი ადამიანი არის და ეხლა პირობა უნდა მომცეს ხოლმე სულ მაგას ვეუბნები, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლებს, იმიტომ რომ ეს ქალი გახდა ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და დიდხანს უნდა იცხოვროს. მადლობა ნიკა. ქალბატონო გალია, თქვენს მინდა გკითხოთ 6 თვის წინ რო გაიხსენოთ თქვენი მდგომარეობა, როგორ იყო 6 თვის წინ და როგორია დღეს? ქართულად, თუ რუსულად? ქართულად. ქართულად, აი ბევრი არ ვიცი. ნუ ძალიან ძნელი იყო, სანამ ნიკაცა მიყანა სავანტყოფოში. შეერი ვიყავი ერთი კვირა, 10 დღე ერთი კვირა. არ საჭმელი არ იყო, ხან და ხან კვირაში ერთხელ ნაცნობი კალი, მაიტანს ერთი პური ისო. რატომ მიხვედით, როგორ მიხვედით ესეთ მდგომარეობამდე? რომ ნიკამ გიპოვათ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი? მე არ ვიცი, საიდან იცნობდა, რომ მე ცუდად ვარ. არ ვიცი. და თქვენ რატომ მიხვედით ამ მდგომარეობამდე? მე იმიტომ ეს წყალი მომიტანე. ჩავარდი ფეხებზე. და არავინ არ ყავდათ ახლობელი, ვინც მოგხედავდათ? არა, არავინ, მარტო მე ვიყავი. არქიმედეს კლინიკაში მკურნალობდით 6 თვე, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში. რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს ექიმებს, ექთნებს? დღეს ისინი გიყურებენ თქვენ. ჯანმრთელობა, ბედნიერობა, მშვიდობა იყოს. და ყველას ჩემ გოგოებს, ლამაზებს თქვენზე ზრუნავდნენ 24 საათის განმავლობაში. დიდი მადლობა. მეც მინდა გამოვეხმაურო ამ ექიმებს, ჩემს ექიმებს, რომლებიც ჩემთვის უკვე ყოველდღიური ცხოვრება იქცეთ. აღარ არის უბრალოდ ექიმები, იმიტომ რომ 6 თვე გავატარეთ ჩვენ ერთად და გამორჩეულად ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს საყვარელ ლია ექიმს, ნინო ექიმს, ირმა ექიმს, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში შეცვალეს ყველაფერი, აბსოლუტურად. ყველაფერი არის რეალურად მათი დამსახურება, რომ ქალბატონი გალია დღეს ფეხზე დგას. მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის, თქვენი პროფესიისთვის და მადლობა ექთნებს, ექიმებს, სანიტრებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებაში ზრუნავდნენ. არა ვთქვათ როგორც პროფესიის კუთხით, არამედ აი ესე საუბრით, ჩართულობით. ძალიან დიდი მადლობა ადამიანებო თქვენ და უფალი მოწყალა და აუცილებლად ყველას გადაგიხდით ამ სიკეთისთვის. ძალიან დიდ საზღაურს. მადლობა თქვენ თანადგომისთვის. მადლობა ნიკა და ახლა მოდით ედემის მენეჯერთან გადავიდეთ. ასევე ნიკასთან. ნიკა
რატომ არის ედემი ყოველთვის სოციალური პროექტების აქტიური მონაწილე? სიხარულით, ბედნიერებით ვაკეთებთ. მსგავს ესე ვთქვათ დახმარებებს, ხელმოქმედებებს. ნიკა არის ადამიანი, რომელიც, რავი, საზღვროთ ესე რომ ვთქვათ, ღმერთისგან არის გამოგზავნილი ქვეყანაზე, მართლა ისე რომ ესეთ ხალხს გვერდში უდგას და ჩვენც ნიკას გვერდით ვიდგებით ყოველთვის ყარად. და რა ვიცი, ეს ყველაფერი ერთობით ხდება, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ფიზიკურად ამ ყველაფერს. ის მეგობრები, ის ახლობლები და ის მასა, ვინც ამ ყველაფერს ხელს უწყობს კეთილ საქმეს. და მოხარულები ვართ, რავი, ჩვენც ამ საქმის ერთ-ერთი მონაწილეები რომ ვართ და ამ ისტორიაშიც თუნდაც რაღაც პატარა წვლილი, ელემენტარულიც კი რომ შევიტანოთ. მადლობა ნიკა თანადგომისთვის და მოდით ედემმა მოგიმზადოთ ეს გემრიელობები ქალბატონო გალია სპეციალურად თქვენთვის ხინკალი, რომელიც განთქმულია და ალბათ არა მარტო ლაგოდიხში, მთელ კახეთში ასეთი ხინკალი არ არის, სამეფო ხაჭაპური და მოდით ახლა დააგემოვნეთ. სიურპრიზი ქალბატონო გალია. გამარჯობა. ეს თქვენ გიდელისგან დიდი სიყვარულით და სითბოთი ღმერთმა დიდხანს და ჯამრთელად გამყოფოთ. დიდი მადლობა. გინაცვალეთ, ძალიან ლამაზი ხარ და იმდენად ლამაზი არჯერა რომ ის ქალბატონი ხარ ვისაც არის. გაიხარეთ, შეგერგოთ, მადლობა. დიდი მადლობა გიდელის ყვავილებს გადაცემაში მონაწილეობისთვის და ჩვენი ქალბატონი გალიას გახარებისთვის. გინაცვალეთ, გაიხარეთ. რალამაზი ყვავილები მოგართვეს ქალბატონო გალია. აი კამერამ კარგად აიღოს. მოგწონთ ხო? ვაიმე მართლა როგორი ძალიან ლამაზია. ძალიან. სიკეთეში და ბედნიერებაში. მინდა რომ სულ ესეთი გახარებული იყოთ. ვაი. ცრემლები წამოგივიდათ სიხარულით ხო? დავიძინებ დღეს. ეგრე. ჩემი ლამაზი ყვავილები როგორ მიყვარს. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა სოციუმი, რომელზეც მუშაობდით მე, ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე და ოპერატორი გიორგი ორაგველიძე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ქალბატონი გალია კარბანოვა, რომელიც უკვე თითქმის ყველამ გაიცნო, მაგრამ შევეცადეთ, რომ დღეს უკეთესად წარმოგვეჩინა ეს ადამიანი და გაგველამაზებინა მისი ცხოვრება. ქალბატონო გალია, მადლობა პირველ რიგში, რომ გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა, დავთანხმდით ამ შემოთავაზებაზე. როგორი იყო დღევანდელი დღე, ორი სიტყვით რომ გითხრათ? ორი სიტყვით და ძალიან კარგი დღე იყო ჩემთვის და ჩემთან ერთად თქვენ როცა გვერდზე ხართ ჩემთან. შევეცადეთ რომ გაგველამაზებინა ეს ერთი დღე, ალბათ მოვახერხეთ. კი. მინდა ყოველდღიახ ისმენთ. არა. მინდა ყოველთვის ასე გახარებულს ხედავდეთ ბედნიერს და მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი მასპინძელი იყო
რა თქმა უნდა, რესტორანი ედენი ყველაზე ქველმოქმედი, ყველაზე გემრიელი რესტორანი და ყველაზე პოზიტიური თანამშრომლებით მომუშავე რესტორანი. ეს ის რესტორანია, რომელიც უარს არასდროს არ ამბობს და ყოველთვის ცდილობს, რომ სოციალურ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის სილამაზის სალონს, რომელმაც იზრუნა ქალბატონი გალიას გალამაზებაზე. მადლობა მაღაზია ნატა სტორს, რომელმაც შეურჩია ლამაზი სამოსი, ფერადი სამოსი, სხვათა შორის ქალბატონ გალიას მუქი ფერის სამოსი ეცვა და ჩვენი შეგნებულად შევცვალეთ ქალბატონ გალიასთან შეთანხმებით ღია ნათელი ფერებით. ეს იმის ნიშნად, რომ მისი ცხოვრებაც ამიერიდან ძალიან ნათელი უნდა იყოს და სიხარულით სავსე უნდა იყოს მისთვის ყოველი დღე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ლუცახარ აფენს და ბატონ მალხაზ ნადირაძეს. მადლობა ყვავილების მაღაზია გიდელის ყვავილებს, რომლებმაც ასეთი ლამაზი შესანიშნავი თაიგულით დაასაჩუქრეს ქალბატონი გალია და რა თქმა უნდა ჩვენს მასპინძელს რესტორან ედემს და ქალბატონ ნანა ივანიშვილს. ქალბატონს, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ გვერდში დაუდგეს ყველა ჩვენს წამოწყებას, ყველა სოციალურ პროექტს და მთლიანად მადლობა ედენის ამ შესანიშნავ გუნდს. ეს იყო გადაცემა სოციუმი, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.